საერთაშორისო კვლევების მიხედვით დაწყებითი განათლების საფეხურზე საქართველოში კითხვისა და მათემატიკის ცოდნის დაბალი დონე ფიქსირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასტუმრო მარინას საკონფერენციო დარბაზში განათლების სისტემის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საჭიროა ეფექტური სწავლების მეთოდების შემუშავება სკოლის ბაზაზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მათი სასწავლო ჯგუფების აქტივობა. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ დაბალ კლასებში სწავლების მეთოდიკასთან ერთად მოქმედებს განათლების მოტივაციაც, რაც მოსწავლეს ოჯახიდან უნდა მოსდევდეს. საპილოტო სკოლებისთვის სამუშაო შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში გაიმართა და მას აჭარის, გურიის, სამეგრელო, ზემო სვანეთისა და აფხაზეთის სამიზნე სკოლების დირექტორები და აჭარის განათლების მინისტრი ისწრებოდნენ. პროექტის მიზანი არის დაწყებითი კლასების მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება კითხვასა და მათემატიკაში. შესაბამისად, ჩვენ დღეს ხვდებით დირექტორებს, რათა ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება სკოლის ხელმძღვანელებმა ხელი შეუწყონ თითოეულ საკლასო ოთახში კითხვისა და მათემატიკის სწავლების გაუმჯობესებას. ასევე ერთ-ერთი ფოკუსი ჩვენი შეხვედრის იქნება ინოვაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით, რომელსაც ჩვენი პროექტი ნერგავს საპილოტო სკოლებში. ეს არის სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. უფრო მეტი ყურადღება სკოლებს, უფრო მეტი ყურადღება მასწავლებელთა პროფესიულ მომზადებას და ამ მხრივ როგორც ცენტრის მიერ, ასევე რეგიონში ხორციელდება პროექტები, რომ საფუძველი ჩაუყაროთ საბაზო სწავლებას, არ გამორიცხავმა იმას, რომ გადაიხედება საკითხი სკოლამდელი სწავლებისა, რომ ეს საერთო სივრცეში მოთავსდეს, იმიტომ რომ სკოლასაც აქვს პრეტენზია იმის, რომ რამდენად მომზადებული ბავშვები მოდიან სკოლაში. ამ პროექტმა მასწავლებლებს და სკოლებს, ვინც ჩართული ვართ, მისცა საშუალება დაგვენახა ის მიზეზები, რის გამოც იყო ასეთი ჩავარდნა და მიზეზი უამრავი რა. მიდგომა მაგალითად ის მიდგომები, ის მეთოდიკები, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ საბჭოთა სკოლაში და ძირითადად ის მასწავლებლებია, ის მეთოდიკები აღარ გამოდგება უკვე.